1877-78 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომი ბათუმის საკითხს მკაფიოდ წარმოაჩენს. მიუხედავად იმისა, რომ რუსულმა არმიამ, როგორც ბალკანეთის, ისე კავკასიის ფრონტზე მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა, ბათუმის გადაცემის საკითხი მაინც გაურკვეველი რჩებოდა. 1878 წელს ბერლინში გამართულმა კონგრესმა ხელახლა განიხილა სან-სტეფანოს ხელშეკრულების პუნქტები, რაც შეეხებოდა ტერიტორიულ გადანაწილებას. რუსეთის პოზიცია მკვეთრად ფორმულირებული იყო. იმპერია არ დათანხმდებოდა შეთანხმების არც ერთი მუხლის შესრულებას, თუ ოსმალეთის სახელმწიფო არ დათმობდა ბათუმს. საბოლოოდ, პოლიტიკური შეთანხმება რუსეთმა საკუთარ პირობებში მიიღო. არსებობს ალტერნატიული ინტერპრეტაციაც, რომლის მიხედვითაც ბათუმის გადაცემა მხოლოდ სამხედრო გამარჯვების შედეგი არ ყოფილა. რუსეთის მოთხოვნით ოსმალეთის იმპერიას უნდა გადაეხადა სოლიდური ომის კონტრიბუცია, დაახლოებით 1,4 მილიარდი მანეთი, რაც იმ პერიოდისთვის თითქმის მიუწვდომელი თანხა იყო. ფინანსური ვალდებულებების დასაბრუნებლად ოსმალეთმა ვეღარ შეძლო საჭირო რესურსების მობილიზება და რუსეთის მოთხოვნის დაკმაყოფილების სანაცვლოდ დათმო ბათუმი და ბალკანეთის მცირე ნაწილი. სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულებაში და ბერლინის კონგრესზე ბათუმის პორტი იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი. ამიტომ რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე მესამის დავალება იმ დელეგაციის ხელმძღვანელისათვის, რომელიც ბერლინის კონგრესზე რუსეთს ხელმძღვანელობდა, პირდაპირ იყო მარტო ბათუმის პორტი ღირს იმათ, რათა რუსეთმა რამოდენიმე მილიონი მანეთი დახარჯოსო. ამიტომ ყველაფერი იღონე, რათა ბათუმის პორტი გადავიდეს რუსეთის, ესე იგი, ხელშიო. და თუ ეს ასე არ მოხდება, ჩვენ არ შევასრულებთ არც ერთ დავალებას, რომელიცაც კი ბერლინის კონგრესი მიიღებსო. ბათუმის მოსახლეობა სხვადასხვა აღწერით არის 1000-დან 2000-მდე, ანუ მეტ არ აღწერს, ეს არის, რა ვიცი, ჩვეულებრივი სოფელი, ხო? და 70,000-იანი წარმოგიდგენია, 70-ჯერ მეტი ჯარი იდგა, ვიდრე მოსახლეობა იყო და აქ ვერ შემოვიდნენ რუსები, მაგრამ აი ციხისძირში იყო ბრძოლები და არის სხვათა შორის რამდენიმე წლის წინანდელი გათხრები არის, უშუალოდ ამის მტკიცებულებაც არის, როგორ არის შენობა დანგრეული სწორედ ამ კედელი ჩამოქცეული სწორედ ამ დაბომბვის გამო, პირდაპირ დამიზნებით მოხდა ყუმბარა და როგორ არის დანგრეული და დღესაც არის ამის კვალი. რუსეთის იმპერიის მიერ ბათუმის ჩამორთმევის შემდეგ იმპერატორმა კავკასიის მთავარ მმართველს დაავალა ეხელმძღვანელა პორტის განვითარების პროცესისთვის. 1879 წელს შეიქმნა სპეციალური კომისია და დაიწყო აქტიური სამუშაოები ამ კუთხით. პროექტის გეგმის მომზადება დაევალა ინჟინერ ფლოროვს. მისი საწყისი მონახაზი მოკლევადაში იქნა მზად. გაიგზავნა სანქციისთვის და ზოგადი მოწონების მიუხედავად მიიღეს შენიშვნები, რის შედეგადაც პროექტის გადამუშავება გაგრძელდა. დასრულებული პროექტი გაზთა სამინისტროს გადაეგზავნა. განხილვის პროცესში გამოიკვეთა ორი განსხვავებული მიდგომა. ერთი ჯგუფი თვლიდა, რომ ბათუმი უნდა ყოფილიყო მხოლოდ სამხედრო პორტი, ხოლო მეორე მხარე დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ინფრასტრუქტურა შესაფერისად უნდა მომზადებულიყო როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო სავაჭრო გემების მისაღებად. საბოლოოდ ფართო ფუნქციონირებაზე ორიენტირებულმა მიდგომამ გაიმარჯვა და ფლოროვის პროექტი დამტკიცდა. იქ გამოიკვეთა ორი აზრი. მაგალითად, ერთ-ერთი მათგანი იყო ვიცე-ადმირალი ჩიხაჩიოვი, ასეთი პიროვნება ჩიხაჩიოვი, რომელიც ამტკიცებდა, რომ არანაირი სამუშაოების შესრულება არ იყო საჭირო ბათუმის პორტის კეთილმოწყობისათვის. ეს უნდა ყოფილიყო წმინდა წყლის სამხედრო ყაიდის პორტი. ჩიხაჩიოვის წინააღმდეგ წავიდა მეორე პიროვნება, ასევე საზღვაო საქმის ძალიან კარგი მცოდნე, ვინმე ვანოვსკი, რომელმაც დაამტკიცა, რომ ბათუმის პორტი
პორტი უნდა იყოს არა მარტო სამხედრო გემებისათვის, არამედ სამოქალაქო გემებისათვის და ის უნდა მოეწყოს ძალიან მაღალ დონეზე. პორტოფრანკო რას ნიშნავს, რომ ქალაქში ბაჟი, საქონელი შემოდის ბაჟის გარეშე და გადის მაღალი ბაჟით. ანუ გადასახადი არის მაღალი, რაც იწევდა საბოლოო ჯამში ქალაქში ქონების დაგროვებას და ქალაქის გამდიდრებას. და ძალიან ბევრი დღეს პრინციპში 80-იანი წლები უკვე ნაკლებად მოგვეპოვება, მაგრამ 90-იანი წლების მაგრამ ამ დროს დაგროვილი ქონებით არის ქალაქი აშენებული. სწორედ აი ამიტომ ხდება მომხიბლელი მსოფლიოს კატეგორიის, მსოფლიო მნიშვნელობის ბიზნესმენებისთვის, ეს არის როჩილდი, მანთაშევი, ნობელი, აი სწორედ ის ალფრედ ნობელი და ასე შემდეგ, რომლებიც მოდიან და აქ ბიზნესი აქვს. და კიდე მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ის, რომ პორტო-ფრანკოს პირობებში ქალაქს არ აქვს სამხედრო ყაიდის ნაგებობების აშენების უფლება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო დანარჩენი მსოფლიოსთვის, იმიტომ რომ ცხადია რუსეთს ბათუმი მხოლოდ იმიტომ ჭირდებოდა, რომ სტრატეგიული მნიშვნელობით სამხედრო თვალსაზრისით გამოიყენებინა და ეს უფლება რუსეთს ჩამოართვით. 1882 წლის 1 მაისს პროექტს ოფიციალურად ძალა მიენიჭა. თუმცა მშენებლობა ტექნიკური და ბიუროკრატიული შეფერხებების გამო 2 წლით გადაიდო. 1884 წელს ფლოროვის ხელმძღვანელობით პორტის მშენებლობა საბოლოოდ დაიწყო. პროცესი რთულად მიმდინარეობდა, რადგან ადგილობრივ სამუშაო ძალას საკმარისი გამოცდილება არ ჰქონდა. რუსეთიდან ჩამოყვანილი იქნა დაახლოებით 2000 მუშა, რომლებიც ბათუმის მიმდებარე ტერიტორიებზე დაასახლეს. მშენებლობის პირველი ეტაპი 1886 წელს დასრულდა. 3 მილიონი მანეთი გამოიყო რუსეთი გზათა სამინისტროსაგან ამ პორტის მშენებლობისათვის. 84 წელს დაიწყო პორტის მუშაობა, ქალაქის ხარჯე, ქალაქის ესე იგი ნაპირის ხარჯე, რომელიც უშუალოდ ქალაქს ეკუთვნოდა 3000 კვადრატული საჟენი მიწა ესე იგი გამოიყო, რათა პორტისათვის ძალიან დიდი ტერიტორია საჭირო, იმისათვის რომ პორტი მოეწყო ძალიან დიდი, თუ შეიძლება ეთქვა, მიწის ფართობია საჭირო და გამოყოფილი მიწის ფართობი უკვე გახდა საკმარისი იმისათვის, რომ იქ დაწყებულიყო მუშაობა. თავდაპირველად სანამ ბათუმი ოსმალეთის ხელში იყო, ძირითადად დასაყრდენი ამ შემთხვევაში ფოთი იყო, მაგრამ როგორც მკვდრო ნავსადგური ბათუმი უკეთესი იყო, ბათუმის პორტის ტერიტორია უკეთესი იყო და დღეს თანამედროვე ტექნოლოგიების ფონზე რაც უფრო მეტი პორტი იქნება შავ ზღვაზე და რაც უფრო მეტი იქნება ეს საქართველოს სახელმწიფო საკუთრება ბუნებრივია, მით უკეთესია ქვეყნის განვითარებისათვის, იმიტომ რომ ჩვენ საზღვაო ქვეყანა ვართ, ბუნებრივია და შეუძლებელია პორტის განვითარების, მეთევზეობის განვითარების და ამ საკითხებთან მიბმული სამრეწველო ეკონომიკის გარეშე ჩვენ სამამულო მრეწველობის განვითარება ძალიან გაგვიჭირდება. ამ მოვლენების შედეგად ბათუმის პორტი გარდაიქმნა იმ სტრატეგიული ობიექტიდან, რომლისთვისაც მრავალწლიანი სამხედრო დაპირისპირება, დიპლომატიური ბრძოლა და ეკონომიკური ვაჭრობა მიმდინარეობდა. თანამედროვე ინფრასტრუქტურულ სისტემად, რომლის რეალური განვითარება სწორედ რუსეთის ადმინისტრაციული მართვის პერიოდში დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ბატონობა ზოგად ისტორიულ კონტექსტში უარყოფით შეგრძნებებთან ასოცირდება. სხვადასხვა ინფორმაციით 1870 წლისათვის ბათუმის
მოსახლეობაზე დაახლოებით 3000 კაცი ითვლიან. ახლა პლუს მინუსები შეიძლება იყოს. 1878 წლის შემდგომ ძალიან სწრაფად მატულობს. ეს ბუნებრივია ადგილობრივი დემოგრაფიის შედეგით შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ უმეტესწილად ეს არის მოახალშენეები, უცხოელები, რომლებიც აქ ჩამოდიან, კვიდრდებიან. ზემოთხსენებული მანგანუმი, უწოდებული მარგანეცი არის ღვინო, აი სოფლის პროდუქტები რაც შეიძლება თქვა საქართველოს წარმოიღო. ღვინო, სელი, თაფლი, ტყავი, მატყლი და ასე შემდეგ. ფიცარი, ხის მასალა, სხვათა შორის ფორდს ჰქონდა აჭარაში, ზემო აჭარაში, კაკლის ფესვებიდან, სხვათა შორის ერთ წყაროში ესე წერია, კაკალი გაქონდა ფორდის საჭეების დასამზადებლად. ანუ მე ხის მერქანის გადიოდა, იმიტომ რომ ძვირადღირებულად ითვლებოდა და ასე შემდეგ. ძალიან დიდი შემონათვალი ამის დამახსოვრება უბრალოდ შეუძლებელია და იქიდან შემოდიოდა საშენი მასალა, ტექნოლოგია, ბათუმი, როგორც მოგახსენეთ, ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სამრეწველო და ევროპული ქალაქი იყო. შემოდიოდა ტექნოლოგიები, ტანსაცმელი, ავეჯი, ის კი არა არის მაგალითად რამდენიმე სასწაული გადარჩენილ წყაროებში, თქვათ, აი როჩილდის სახლი, სადაც მთელი ბათუმი დავიბადეთ დღევანდელ სამშობიაროში, საფრანგეთიდან ჩამოდანილი აგურით არის აშენებული. ანუ თუ კი ბათუმი ვიცით, რომ რაღაც მილიონერების აშენებული ქალაქია და თავს იმის აძლევდნენ იმის ფუფუნებას, რომ რაღაც მაღალხარისხოვანი ევროპული თუნდაც აგური იქიდან ჩამოიტანა და ასე შემდეგ. დღეს ბათუმის სპორტი აგრძელებს იმავე ფუნქციის შესრულებას, თუმცა გაცილებით თანამედროვე ტექნოლოგიური სტრუქტურით. იგი ებმება ევროპისა და აზიის სატრანსპორტო ქსელებს, უკავშირდება კავკასიას, ცენტრალურ აზიას, რუსეთს და თურქეთს, როგორც სარკინიგზო, ასევე საავტომობილო ინფრასტრუქტურის მეშვეობით. პორტი ასევე წარმოადგენს ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ნავთობის ერთ-ერთ ძირითად სატრანსპორტო ჰაბს შავ ზღვაზე. თანამედროვე ნავსადგური შედგება 5 ძირითადი ტერმინალისგან: ნავთობის, მშრალი ტვირთების, საკონტეინერო, სარკინიგზო საბორნე და სამგზავრო. თითოეული მათგანი აღჭურვილია სპეციალური ამწეებითა და გადამამუშავებელი ტექნიკით, რაც უზრუნველყოფს ტვირთების ეფექტურ, უსაფრთხო და მაღალი ხარისხით დამუშავებას. ამრიგად, ბათუმის საზღვაო ნავსადგური არ არის მხოლოდ ლოკალური ინფრასტრუქტურული ობიექტი. ის ისტორიულად და თანამედროვე ეპოქაშიც წარმოადგენს საერთაშორისო სავაჭრო და ენერგეტიკული ქსელების მნიშვნელოვან კვანძს, რომელიც აერთიანებს რეგიონებს, ეკონომიკას და კულტურებს საერთო სატრანსპორტო თერეფნით.